ეს მე ვარ ყველაზე ექსტრემალური სასტუმროსგან მიმავალ გზაზე. რადგან სტანდარტული სასტუმროები ჩემთვის მოსაწყენია. თუმცა რა სიტყვით სასტუმროზე, რომელიც წყალზე ტივტივებს? ან სასტუმრო, რომელიც ერთ დროს დაფრინავდა. თუნდაც სასტუმრო, რომელიც ოთახსაც კედლები არ აქვს და ყველაფერი გამჭვირვალეა. ამ ადგილებს ამ ვიდეოში ვეწვევი, თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ყველაზე ექსტრემალური და საშიში ადგილი ჯერ კიდევ წინაა. სასტუმრო, რომელიც სრულად კლდეზეა განმოკიდებული და აქ მისაღწევად საკმაოდ რთული გზის გავლაა საჭირო. Fuck, I'm not ready. Silence. I'm not ready for this. თანაც იმის გათვალისწინებით, რომ მე სიმაღლის შიში მაქვს. დავგენ, კაროჩ, სიმაღლეზე ეს არ ჩანდა ვიდეოში. თუმცა ის გადამრჩენია შიშ თვალი გაუსორო, რადგან მე კაკო ვარ, დოპამინი და ამჯერად უკვე დ-ვიტამინიც ავსე კაცი. თანაში მაგ დ-ვიტამინი ახლა ვერ ამოვიღებ ისეთ მდგომარეობაში ვარ. და რაც თავარია, MMS აგენტი. სწორედ ამიტომ ვაპირებ, რომ ვიცოცო საათობით კლდეზე, რომ მივადგე 400 მეტრ სიმაღლეზე გადმოკიდებული უცნაურ სასტუმროს. თუმცა სანამ აქამდე მივალ. ალბათ გაინტერესებთ რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს. საქმე ისაა, რომ ესაა მესამე ეპიზოდი ჩემი 9 სერიანი სამხრეთ ამერიკული მოგზაურობის. მე ვიღებ ვიდეოებს, რომ მივიღო უნიკალური გამოცდილებები. დავძლიო შიშები ან ხანდახან უბრალოდ გავერთო. თანაც ამ გზაზე მაქვს დეკლარირებული მისია, რომ არ გავჩერდე მანამ სანამ არ გავუსწრებ მაიმუნ კაკოს გამომწერებში. და ამ თავგადასავალში ჩემი მთავარი მხარდამჭერი გახდა საქართველოს ბანკი. ეს სასტუმრო პერუში მდებარეობს და აქ მოსახვედრად დამჭირდა ჯერ პერუს დედაქალაქ ლიმაში ჩაფრენა. ლიმადან კი ქალაქ კუსკოში. კუსკოში მოგვეკითხა სასტუმროს მანქანამ და გვითხრეს, რომ რამდენიმე საათში დანიშნულების ადგილას ვიქნებოდით. მოკლედ მოგაკითხეს და მივდივართ რა. დაახლოებით საათნახევრიანი გზა გვაქვს და საათნახევარში ვიქნებით ადგილზე. თქვენ ხო გონიათ რომ რაღაცა ძალიან გაფეთული და უშუალო ტიპი ვარ, მაგრამ სიმაღლის შიში ჩემში ჯერ კიდევ არის. მე უშუალო ვარ მაშინ, როცა მე ვაკონტროლებ სიტუაციას, როცა შემიძლია რომ ჩემი სიტყვით რაღაცა შევცვალო. მაგრამ იქ რო ხარ ჩამოკიდებული ან თუნდაც რო ადიხარ ესეთ სასტუმროში, მე არაფერი არ მაქვს რა. შეიძლება უცებ რაღაცა გაწყდეს და ვიცი რომ გაუცნობიერებულ შიში მაქვს, მაგრამ მაინც მეშინია და იმედია დღევანდელ შიშის გადავლახავ. ლესაც ეშინია ცოტათ. He's lying. ხამი ჩემთან მარტო დარჩენის არ გეშინია? ხამი ჩემთან მარტო დარჩენის. ეგ მიხარია. მაგრამ ეს არ არის ერთ-ერთი უცნაური სასტუმრო, რაც ამ ვიდეოში უნდა გაჩვენოთ. მე ძალიან მიყვარს უცნაური სასტუმროები და ალბათ გაინტერესებთ სხვა უცნაური სასტუმროებში რა ხდებოდა და მოდი გადავახვიოთ. შესაბამისად, სანამ ამ ყველაზე ექსტრემალური და უცნაური სასტუმროს გზას ვადგავართ, პერიოდულად გაგიზიარებთ სასტუმროებს, რომელშიც წინა წელს ვიყავი და ამის შესახებ ვიდეო არ გამომიქვეყნებია. პირველი სასტუმროს ნომერი, რომელზეც უნდა მოგიყვეთ, კუნძულ ბალიზე მდებარეობს და ის ყოფილ თვითმფრინავშია გახსნილი. მიესალმეთ მეგობრებო, თვითმფრინავის სასტუმრო. ეს თვითმფრინავი ამ ეზოში ასე უესრად არ დაფრენილა. ის საკმაოდ უცნაური მეთოდით შემოიტანეს ეზოში. თუმცა სანამ ამაზე მოგიყვებით, გაგიზიარებთ რითი არის საინტერესო ეს თვითმფრინავის სასტუმრო, რომლის ღირებულებას დღეში სულ რაღაც $100-ია. და მე არა მარტო ნომრები მაქვს მთელ თვითმფრინავში, არამედ პილოტის კაბინა პირადად ჩემგან გარგულებაშია. და მაშინ მოწყობილია ყველაფერი, რაც ჩვეულებრივ სასტუმროშიც კი შეიძლება ინატრო. აქ არის უდიდესი მისაღების სივრცე, სამუშაო სივრცე, 2 აბაზანა, რაც თავარია დიდი საძინებელი, უდიდესი ლოგინით. სადაც შეგიძლია წამოწვე გემრიელად და გენიალურად და უყურო ტელევიზორს. ყველა სათავსო, რომელშიც მგზავრები ოდესღაც ბარგს ათანხმდნენ, ისევ შენარჩუნებულია. თვითმფრინავში ყოველთვის ვაცნობდი, რომ კარატები ფეხით შემეღო რა. აი, ყოჩა. გილოცავ, შენეს შეცელი. თუმცა ამ სასტუმროს აქვს არა მარტო თვითმფრინავის, არამედ ჩაშენებული სათავსოებიც. აი, უამრავი სათავსო გაქვს მართლა. აი, ერთი ადგომშეტენი ყველაფერში ერთად რა. ინტერიერისგან განსხვავებით ექსტერიერი არ ბრწყინავს. ეს ეთყობა არა მარტო საღებავს, არამედ უცნაური შედუღების კვალსაც კორპუსზე. სწორედ ამაშია ამ სასტუმროს აქ მოხვედრის საიდუმლო. საქმე ისაა, რომ როცა ამ თვითმფრინავს ამორტიზაციის ვადა გაუვიდა, ის ჯართად გაიყიდა. თუმცა ამ სასტუმროს ფლობელმა ის იყიდა, დაჭრა ნაწილ-ნაწილ და ასე შემოიტანა ეზოში. მერე ნაწილ-ნაწილ ერთმანეთს შეადუღა და გენიალური სასტუმროც ააწყო. შენ წარმოიდგინე და თუ ეს ტრანსფორმაცია შეიძლება მოხდეს თვითმფრინავის შემთხვევაში, ისე რომ ბევრი ვერაფერი შეამჩნიო, რაც შეიძლება აქციო მანქანა, რომელიც თავის დროზე დამტრეული ან მსგავსად დანაწევრებული იყო. მით უმეტეს, რომ ქართველებს საოცარი მალიარები და ჟეშტიან ჩიკები გყავს. და მანქანას ისი აქცევენ თითქოს ესაა ცენტრიდან გამოგეყვანოს.
ამ ყველაფრის შესამოწმებლად გენიალური გამოსავალი არსებობს. ქარვერტიკალი, სრული კომფორტი. ქარვერტიკალი გთავაზობს, რომ ყიდვამდე ვინკოდით შეემოწმო რა მდგომარეობაში იყო მანქანა. და თუ ვინკოდის ჩაწერისა ჩემ პრომოკოდ კაკოს გამოიყენებ 20%-იანი ბაზდაკლებაც გექნება. შემოწმების შემდეგ გამოიღებ დეტალურ ინფორმაციას რეალურ გარბენზე, ავარიების ისტორიაზე და იმაზეც, იყო თუ არა მანქანა წარსულში ამ თვითმფრინავებით გადაჭრილი მიკერებული. ესეთი კომფორტული სივრცე, აი ჩვეულებრივ სასტუმროებში არ მინახავს. ამ სასტუმროში 2 დღე გავატარეთ და ყველაზე ხშირად სარგებლობდით ერთი განსაკუთრებული ოთახით. სადაც ბავშვების ოცნებას ნაწილობრივ მაინც ვიხდენდი. თავარი ოთახი არის აი აქ. ამ პილოტის კაბინას შემორჩენილი აქვს რეალური სამართავი ატრიბუტები. ამოძრავი რამდენიც გინდა და იქიდე რა მოხდება. თუმცა ასევე აქვს ჩაშენებული კომპიუტერი საფრენის სიმულატორისთვის. მაგრამ სამწუხაროდ ამ პერიოდში ეს არ მუშაობდა. საით მიდიხართ? თერჯოლა ეხავე. სულოცნაობდი რომ თერჯოლაში ჩამფრინე, ავით თვითმფრინავით. თერჯოლაში ვერა, მაგრამ კიდევ რამდენიმე უცნაურ სასტუმროში ვიზიტს გაგიზიარებთ ამ ვიდეოში. თუმცა მანამდე მივუბრუნდეთ მთავარ სასტუმროს პერუში. სადაც როგორც იქნა მივახციეთ და კიდევ უფრო გავიეზრეთ რისი გავლაც გვიწევდა. სიმაღლეზე ეს არ ჩანდა ვიდეოში. Bro, that is tall. ხარ იქ როგორ ავიდე ბიჭო, მე გადავიდე. ასე თქვენი გა. Wow, it's we found this workshop let our საბედნიეროდ ამ კლდეზე აცოცება მარტოებს არ მოგვიწევს. სასტუმროს მომსახურებაში შედის ინსტრუქტორის სერვისიც. Miss Daniel, I'll be one of you guys today. ეს დენიელია, რომელიც აპირებს, რომ ჩვენი უსაფრთხოება ბოლომდე უზრუნველყოს. I need your attention for this, okay? Still you're recording, it's okay, but you have to pay attention to me because the safety is before everything. მნიშვნელოვანი რომ უსაფრთხოება მაშინ მივხვდით, როცა დოკუმენტის ხელის მოწერა მთხოვეს, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტები ეწერა. მე ვეთანხმები ყველანაირი მათ შორის სიკვდილის დაზიანების ან ტრავმის რისკს. იმისთვის რომ ტრავმა არ მივიღო, დენიელმა მოგვამარაგა ყველა საჭირო ატრიბუტით, რაც უსაფრთხო აცოცებისთვის აუცილებელია. და ეს ატრიბუტებია თოკები, ჩაფხუტი და ხელდათმანები. It's important? Yeah. Of course, yes. Will I eat burgers there or why? Sorry? For burgers, that. Yeah. Okay. No, okay. მე ესეთი რაღაცების მაგათ მეშინია, მაგრამ ერთი ის მომშვიდებს, რომ კამერამენი არასდროს მოკვდება. არ მოკვდება. და ამას ხალას მაინც შეინახავს. რამე გადაგიზებ. არ ვიცი რა, ძალიან მაღალზეა პროსტადა. ხო შეიძლება რომ ზემოდან გაიკეთებინეთ რამე, არა, ეს არის მთის თავზე. იმ მთიდან ზემოდან რომ ჩამოხვიდე, შეიძლება და გაიკეთებინეთ რამე და გაიქნებ. ერთი ისაა, რომ ეს სიმაღლის მეშინია რა. ეს არის პირველი სერიოზული გამოსვლა ჩემი სიმაღლის შიშის. არც საიდან არ გადმოხდარ, არა ექსტრემალური არაფერი ჩამიდენია, არც თვითმფრინავიდან, არც skydiving-ი, არც paragliding-ი, არაფერი საერთოდ. აქედან 400 მეტრია იქამდე რა. და ჩემი ფიზიკური მონაცემები იმდენად სუსტია, რომ 400 მეტრის სირბილით გავლაც მიჭერს ხოლმე და ეხლა წარმოგიდგენთ რომ აუბობხდე. დენიელმა უსაფრთხო აცოცებისთვის აგვიხსნა ის წესები, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ. კლდეზე დაკიდებულია კიბეები და თოკები და ჩვენ კაუჭები ამ თოკებზე უნდა ჩამოვკიდოთ. რადგან იმ შემთხვევაში თუ კიბეებზე ხელები გაგვეშვება, თოკზე დავეკიდოთ. დენიელმა ეს ყველაფერი აგვიხსნა იქვე მოწყობილი საჩვენებელი თოკით და ასევე მკაცრად გაგვაფრთხილა, რომ ერთი თოკიდან მეორეზე გადასვლის მომენტში ორივე კაუჭი ერთდროულად არ შევცვალოთ, რადგან ერთი კაუჭი მუდმივად უნდა გვაზღვევდეს. რაც გითხრა ხო ის ვერაფერ ვერ დავიმახსოვრე. ანუ ეს ერთი ის დავიხსოვე გადადებათ, არა? იმენა გონება მეფანტება ხოლმე და შენ იმედი მაქვს. ტიპები შადავიდნეთო და ჩვენ რა გვემართება ახლა. მაინც მარტო იქნები თუ წამოყვება. ახლა არ გავგიჟდი მარტო გაგვიშვი. დენიელი რა თქმა უნდა მუდმივად ჩვენთან ერთად იქნება, თუმცა ეს მე არ ყოფნის და დაუსვი დამატებითი კითხვები ამ პროცესის უსაფრთხოების შესახებ. Something happened before in general people some getting injury or something. But big injuries not. Like some kind of because the people feel sick because they were sick. Yeah, but like a big accidents not. And how long does we need to climb? The climbing takes around 1 hour 20 minutes the average time for the climbing. სინამდვილეში აქ ჯერ კიდევ არ გვაქვს წარმოდგენა, რომ საათნახევარი კი არა აცოცების პროცესი საათობით გაიწელება და ღამითაც კი მოგვიწევს ცოცვა. აი ეს არის რაღაცნაირად და გადაიკიდო უკან. ცნაურია ძალიან. Are you ready guys? No. Let's do it. Okay, let's do this. წავედით. ნახოთ რა მოგვივა. უკვე საინტერესო 1 მეტრი გავიარეთ. ეს კაია, ფეხით რო გავიარეთ 3 მეტრი. ეს მხოლოდ 1%-ია გავლილი გზის. სინამდვილეში სულ 400 მეტრზე უნდა ავცოცდეთ, რაც დაახლოებით 133 სართულიანი შენობის ტოლფასია. თუმცა ეს სტანდარტული ვერტიკალური აცოცება არაა. წინ გაცილებით სახიფათო თავგადასავალი გველის.
დაჟე ჰაიკერის კი არ ვარ, ჩემ ჰაიკინგის გამოცდილებას კი არ მაქვს ხაზი ხარ. აუ, სად უნდა ავიდეთ? Are you ready? I don't want. Sorry? That's არ მინდა რა. Can we cancel now refund? No refund? Yeah. დახის დაბრუნება მართლაც რომ მნიშვნელოვანია, რადგან ეს სასტუმრო იაფი არღის და მისი ფასი $1200-ია. თანაც მუდმივად დაჯავშნილია. თუ შენი მეგზურის მეგზურობით დაჯავშნი არის შანსი რომ უფრო იაფადაც მიიღო იგივე სერვისი. რადგან შემეგზურს აქვს განსაკუთრებული შეთანხმებები სასტუმროებთან და თუ პერუში მოგზაურობას გადაწყვეტ, უკვე იცი ვის უნდა მიაკითხო. 5 მეტრი გავიარე და უკვე დამეძრა. It's slippery, right? ესე მიჭირო ხო? ჰა? ესე მიჭირავს? ეს არის მე ხა მეორე ხელს. ესე? ხო. ჰა, როგორ? გავიარეთ 5%. ნაკლებად მეშინია. ალი არხეინად იყო, მაგრამ ჩემ წუწუნს, ჩემი შიშების და თან ფიზიკური მონაცემების ფონზე საზღვარი არ უჩანდა. ვახშენი. ხემოთან ჩახედე რა ხდება. რა მინდა? წამოწექი აუზე, წამოიპლაკე. რა გინდა? რა ალპინისტობა მოგინდა? ამ მომენტში აუზე წამოპლაკვა ნამდვილად გამისწორდებოდა. მით უმეტეს რომ აქვე შემიძლია გაგიზიაროთ კიდევ ერთი უცნაური სასტუმრო, რომელსაც აუზე გაცილებით საინტერესო გამოცდილება ჰქონდა, როგორც კი ნოვრიდან გამოხვიდოდი. პირადი აუზი მაქვს რა, რომელიც ძალიან დიდია თან. ანუ აუზიც არის და აუზიც. მოკლედ, სანამ კლდეზე აცოსებით ვიტანჯები, მანამდე გაჩვენებთ ქოქოსის უცნაურ სასტუმროს, რომელსაც ყველაფერი ქოქოსის ფორმის აქვს. ექსტერიერიც ნამდვილი ქოქოსია. ნამდვილი ქოქოსის და ინტერიერიც. ფეტიში მაქვს რა, ფეტიში გამიგე? ფეტიში მაქვს უცნაური სასტუმროების. ეს სასტუმრო მალაიზიაში მდებარეობს და მისი განსაკუთრებულობა არა მხოლოდ ისაა, რომ ქოქოსის ფორმა აქვს. სასტუმრო ხშირად წყალში ტიტუებს, რაც ხანდახან ძალიან არაკომფორტული შეიძლება იყოს. აი ეს ყველაფერი დგას წყალზე. მართლა წყალზე დგას, ნახე? ეხლა არ იყევა მაინც და მაინც. რამე რო იყოს და შტორმი რომ მოხდეს, რავი, რამე შეიძლება არ ვიცი. ამ სასტუმროში ისევე როგორც წინა უცნაურ სასტუმროში ბაბისთან ერთად გავატარე დრო. მე და ბაბი ვცხოვრობთ აქ, მაგრამ თუ რაღაცნაირად მე და ბაბის კონფლიქტი გქონდა, ყოველთვის არის იდეალური შეძლება გააღო კარი და გადააბრძანო აქედან. საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა ყოველთვის სასიამოვნო არაა, მით უმეტეს მაშინ, როცა მას ინსტაგრამისთვის ვიდეოების გადაღება ჭირდება. სანამ გადაღებას არ მოვჩები, ლოგინზე არ დაწყვეტქო და ამას შეხედეთ სად წამოკოტრიალდა. სასტუმრო იდეალურია, რომ დატკბე ხედები და უყურო მზის ჩასვლას. თუმცა იმის გამო, რომ იზოლირებულია, საჭმელი თავად უნდა მიიტანო. რა გავაკეთო, მომშვიდა ეს დედა აფეთქებული და მიგდებული ვარ სამყაროს დასალიერში, აი რა ვქნა? ძალიან კაია, პროსტა ძალიან ცხარეა. რაღაცას მაგონებს. ძალიან კაი, მაგრამ ძალიან ცხარე. შენთან ურთიერთობას მაგონებს. მაგრამ რო უყურებ გადაგდება მინდა. ხო, იმენა შენთან ურთიერთობას მაგონებს. საქმე ასე მხიარულად ჩვენ თავარ ექსტრემალურ სასტუმროში არ მაქვს. მით უმეტეს რომ 25%-ის გავლის შემდეგ აღმოვაჩინეთ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც დაგვავიწყდა და ეს რაღაც როგორც ჩანს დენიელსაც გამორჩა. This is the first quarter. Do you have some water? I have the If you have, it will be very expensive. It would be. for free. I will give you this for free, but I don't have it. დენიელმა სამაგიეროდ სნეკი გამიზიარა, რადგან გრძნობდი რომ თავრუ მეხვეოდა. როგორ ხარ ნიკა? გზად ხარ ვეგზა გაიარო? ეს მუდმივი გაჩერებები მოქმედებდა იმაზე, რომ გეგმას ძალიან ჩამორჩით. დასაწყისში ჩვენთან ერთად ორი გოგო წადიოდა სასტუმრო სხვა ნომერში დასარჩენად და ჩვენ ერთად დავიძარით. თუმცა რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ჩამორჩენა საკმაოდ დიდი იყო. ისინი არიან იქ. ძალიან მაგარი ხედებია და ჯერ ნახევარი გზას არ გაბოლია. კიდევ რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ წყურვილის გამოიძულებული გავხდი გამომეყენებინა ის, რაც სამხრეთ ამერიკულ მოგზაურობაში ლიმიტირებული რაოდენობით გვაქვს და ყოველთვის ძალიან ურთიერთები მის დაცლას. We don't have water, but we have sponsor. Yeah. Like what kind of liquid is that? It's flavored water with D vitamin.
Okay. And I need D vitamin because I have to clean. Georgian brand. Okay. But in future it will be in Peru Yeah. because it's increasing because of me. დენიელმა გამიზია რომ ის ყოველდღე ორჯერ ამოდის ამ კლდეზე. ერთხელ რომ ოთახი მოამზადოს და მეორედ რომ ტურისტი აიყვანოს და თითქმის არასდროს ისვენებს. მან ასევე გამიზია რომ წარსულში აქტიური ალპინისტი იყო. თუმცა ფინანსური გამოწვევების გამო ეს საქმიანობა შეწყვიტა და მისი მთავარი ოცნებაც ევერესტზე ასვლა ჯერჯერობით შეუსრულებელი დარჩა. What is the price for Everest? Like $80,000. $80,000. So it's like You can buy apartment. one apartment, yeah? Yeah. ჩვენი ჭუქჭუკის დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ცოტა ხანში მივედექით ჩემთვის ყველაზე საშიშ მომენტს ამ თავგადასავალში. Are you ready for this bridge? No. Let's do this bridge before get dark, okay? Okay. რადგანაც კიბე სხვა ნაწილად გზადებოდა, იქამდე მიზაღწევად ამ ჰორიზონტალურ ხიდზე გადასვლა იყო საჭირო, რომელიც რა თქმა უნდა უსაფრთხო იყო, თუმცა უსაფრთხოება არაა გადამწყვეტი ფაქტორი, როცა სიმაღლის შიში გაქვს. Now. Fuck. I'm not ready. Silent. I'm not ready for this. თუმცა უკან დასახევი გზა არ იყო და დენიელის მაქსიმალურად მომხნევებდა, რომ ეს დაბკოლება გადამელახა. Fuck, I don't want to look down. You want to sleep here? No. Okay. Let's do the bridge. If it will Yes. Don't worry. safe, right? Okay. You'll be perfect. Fuck. Man. ხიდის წარმატებით გადასაკვეთად პირველ რიგში უნდა წამოუდგე. 1, 2, 3. Stand up. Yes. Go forward. Okay. Don't lean back. Go forward. შემდეგი წონასწორობის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი რამეა საჭირო. თანაბარი სიჩქარით ვიმოძრაო, ისე რომ არ გავჩერდე. Don't look down, right? რაც მახსენებს ამას, რომ ჩემი გენერალური სპონსორი გახდა საქართველოს ბანკი და ამ ხიდზე იმდენი ხანი მოუნდები გადასვლას, თავისუფლად შემიძლია მათ მობილ ბანკზე ისე ვილაპარაკო, რომ არასდროს გაჩერდნენ ჩემი დასპონსორების გზაზე. მაგრამ მე გაფახში. მობილ ბანკის გადმოწერა App ან Play Store-დან შეგიძლია და ამის ლინკებს აღწერაში დავტოვებ. წარმოვიდგინე რომ არაფერია ჩემს ქვემოთ. წარმოვიდგინე რომ არაფერია ჩემს ქვემოთ. სო კიდია. აპლიკაციით შემიძლია აქვე გადავიხადო კომუნალურები. გავაკეთო გზავნილები ან მობილურზე ჩავრიცხო. Please finish faster. მოკლედ ყველაფერი, რასაც ადრე მთელი დღე მოუნდებოდი, შემიძლია მობილ ბანკით ამ ხიდზევე გავაკეთო. ვიცი რომ ისიში პირობითი დაგავდივარ. იდეა. მობილ ბანკის აპლიკაციის გამოყენება ჩემი გამოწერაზავით მარტივია. ამას ისიც მოწმობს, რომ ის გახდა მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი. რაც მარტივად რომ თქვათ, ტოლფასია ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის მოგების, ოსკარზე გამარჯვების ან თუნდაც შემნაირი სიმაღლის შიშის მქონესთვის ამ ხიდის გადაკვეთის. ძალიან მარტივია, ალე, რა უნდა თო? აუ, რა შემეში. კამერამენი არადროს გვდება გახსოვდეს. იცი რა ქენი, ჩემსკენ იხედე სულ იყურე, დაიკიდე. ანუ ჩემსკენ იყურე, სხვაგან არ იყურეო და იარე რა. დაახლოებით საათ ნახევარია მოვდივარ და 50% გავიარეთ აი ახლა. So, მეგორი. ხმარებოდა. Oh, ჩემი. Bro, you're I don't know. ბედნიეროდ ეს დაბკოლება წარმატებით გადავლახეთ, თუმცა ეს გზის მხოლოდ 50%-ია და სანამ დარჩენ 50% შეუდგებით, გაგიზიარებთ კიდევ ერთ უცნაურ სასტუმროს. ამჯერად ისევ ბალიზე, სადაც გაცილებით ბედნიერი ვიყავ. არ გელოდი. ორძანდით. ეს ბაბლის სასტუმროა ბალიზე და მისი ღირებულება დღეში $150. ამ სასტუმროს ოთახს არა მარტო ფორმა აქვს განსაკუთრებული, მდებარეობაც ძალიან შთამბეჭდავია და პირდაპირ გადაყურებს ბრინჯის ტერასებს. რისი ხედებითაც ეზოშივე განთავსებული საქანელით შეგიძლიათ დატკბე. ბალი ძალიან ცნობილია ამ სვინგებით რა. მე არ მომიხდება, ბაბი უფრო ლამაზად დაждდება. თავად ოთახი სრულიად გამჭვირვალეა და რეალურად გაბერილი ბუშტია, რომელიც განსაკუთრებულ გაფრთხილებას საჭიროებს. ჯერ ეს კარები დავკეტოთ და ისე უნდა გავაღოთ ეს კარებით, არა სხვა შემთხვევაში ჩვენი ბაბლი ჩაიფუშება. ოთახში ერთი შეხედვით მხოლოდ საწოლი დგას, თუმცა აქ მაინც ნაპოვნია ის ელემენტები, რაც კომფორტისთვისაა საჭირო. პირსახოცი 1, პირსახოცი 2, კოღოების კრემი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, კბილის ჯაგრისები, სნექი. ოთახის დიზაინი იმდენად უცნაური და არასტანდარტულია, რომ თავისუფლად შეიძლება რამე კრინჯის სკეჩი დადგა. მითხარი რომ ჯარიდან არიან მასულებით, კომისარია მასული თქვა. კომისარია მასული. ამაიც. კაი.
კომისარია მოსულჯარიდან. გიჩი საბუთია ჩვენ ვერ დამემალების ხანაერად აქ ვერ ვეტყვირო არ არისო. ამ ადგილს არა მარტო სასტუმროს ნომერი აქვს უცნაური, არამედ ტუალეტიც და აბაზანაც სრულიად ღია ცის ქვეშ ბუნებაში აქვს, რაც კიდევ ერთი სკეჩის დათმის საშუალებას მაძლევს. დედა! ტუალეტის გაღადი მომაწოდე რა! ანდა არ მინდა აგერარი. აბაზანასთან ერთად სასტუმროს აქვს ჯაკუზი შუაგულ ბუნებაში, რომლის მორთვაზეც მასპინძლებმა სავარაუდოდ რამდენიმე საათი იწვალეს. დეჟავუ მოხდა, ისედაც სურავს წყალში როგორც ხინკლები. აქაურობას წინა უცნაური სასტუმროსთან განსხვავებით საჭლის მოტანის სერვისიც აქვს. თუმცა კიდევ უფრო განსაკუთრებული ისაა, რომ შეგიძლია ბარბეკიუც შეუკვეთო და შენი თვე აკეთო საჭმელები. რა შემიძლია ავიღო, თუ შეიძლება დამეცი. ძალიან ფრთხილად უნდა. ვაიმე. დნება ეს დამ აუ დამივწერო. ხალი გვაქვს რამე რო იყოს. კი. ველდანი მევასება მე რა. თირად არ დამევასა მაინც. ეს მეოთხე შეჭმის მე ერთ ცალს შეჭამ კაია. აი ზუსტად შენი პირველ შეხვედრას და მე რო შევატარო ეგეთ სიტუაცია. აი ზუსტად პირველად კაია. პირველად რო გნახე კაი იყო, მეორე რო ნორმი იყო გაასწორა, მესამე რო. და მე მიდის და აი ესე მიდის. აი უკვე არის აი ტვინის ბურღვა უკვე რა. სამწუხაროდ იგივე განწყობაზე სკაილოჯის სასტუმროში არ ვარ. გზა ისე გაგვეწელა, რომ შემოგვაღამდა, თუმცა საბედნიეროდ მნიშვნელოვანი ნაწილიც დავფარეთ. 80% უკვე ამოვიარეს. დაგვრჩება 100%. უკვე ერთი სული მქონდა, როდის მივახცევდით დანიშნულების ადგილს და გიდს მუდმივად ვეკითხებოდი, რამდენი გქონდა დარჩენილი. How many percent? We are the 90%. Oh my god, yes. ხოლოდ მე არ ვიყავი დაღლილი. ალისას ერთი სული ჰქონდა, როდის გამოჩნდებოდა სასტუმრო. მიყავ ხედავ. ეგანას ხედავ. ერთი 20 წუთის წინ კითხე რა მეწეს დავშვა თქო და შეიძლება 1, შეიძლება 10 შენზეა დამოკიდებული. თავართ. რა ცოტა. რეალურად მართლაც ცოტა იყო დარჩენილი. რამდენიმე ათეული ნაბიჯიც ჰორიზონტალურად და უკვე სასტუმროში ვიქნებოდით. მაგრამ იმდენად დავიღალი კაპერასთან ლაპარაკის თავიც კი არ მქონდა. Bro. არც ამომხედავ კაპერას. ერთი პრობლემა. რა. ჩვენ და ბაბუსთან ერთად წავასულება. ახალ კამერა მენცეძებს ნიკა. შეგიძლიათ? შეგიძლიათ შეთავაზებები გავგზავნოთ. Let's have a sleep and tomorrow we will მოდი დავიზინოთ ხვალ. ხვალ მოდი დავიზინოთ ხვალ room tour-ი. ოთახის room tour-ი მეორე დღისთვის გადაიდო. ერთ-ერთი სურვილი იმ მომენტში მხოლოდ ის იყო, რომ დაგვეძინა. დავიზინოთ მოდი და ხვალ კამერას ვითომ დავაყენებ და ეგრე რო არ სინემატოგრაფიურად ავდგები და ესე გავაკეთე. დავაი აბა რა გამოგვივა. დილამში დოვისა ადექი სიყვარულო გაჩნდა შვენიერი ძილი ქონდა ჰაერში ეხა უნდა წავიდეთ საუზმეზე რომელიც სხვა ოთახშია და ამის გარეშე აღჭურვილობის გარეშე გარეთ გასვლა არ შეიძლება ნებისმიერი მოქმედებისთვის სჭირდება გარეთ გასვლა თუმცა სანამ საუზმემდე მივალთ მანამდე აუცილებელია წარმოგიდგინოთ ჩვენი გენიალური სასტუმროს room tour-ი პირველ რიგში ჩამოდიხარ ამ კიბეებით და ეგრევე შემოდიხარ შენ პატარა ბუდეში, რომელიც საში არის გამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ ოთახი კომპაქტურია, აქ 4 ადამიანის ერთდროულად განთავსება შეიძლება. ჩვენ გვაქვს ერთი საწოლი, მეორე საწოლი
და რაც მთავარია, master bedroom-ი, სადაც გემრიელად შეგიძლია წამოწვე და დატკბე არაჩვეულებრივი ხედებით. აქვე გვაქვს გემრიელი მაგიდა, სადაც არის ჭიქები, ასევე დიდი ჭიქები, ღვინის ჭიქები და რა თქმა უნდა, ჰენკას ვოთლი. აქ გვაქვს ბლანკეტები, რომლითაც მთელი ღამე შეგვიძლია გადავრჩეთ, იმიტომ რომ ძალიან ცივა ღამის მანძილზე. და ასევე ბალიში რომ ზემოთ ახვიდე, ჩამოჯდე და დატკბე ხედებით. სასტუმრო კლდეზე შებჯენილი ბოძებზეა ჩამოკიდებული. თავად კლდეზე არანაირი დასაყრდენი არ აქვს და არც კედლების სიმყარით გამოირჩევა. აქ ყველაფერი არის ძალიან ყარად გაკეთებული, ნახეთ. იცის რა მოხდეს? შეიძლება იცის რა არის, მაგრამ აი რო გადაგორდე, ხო? ხო. უცებ რო გადაგორდე, მაგრამ მიწისძვრით რო გადაგორდე მაგას გემო. რო გადაგორდე შეიძლება გაანგრიო და წახვიდე. თუმცა აქ მაინც უკვე შეგუებულები ვართ ამ კედლის სინატიფეს წინა ღამისგან განსხვავებით. არა. რო გადავტრიალდე ძილში და შეიძლება გადავდავტეხო. ჰეი! იმის გამო რომ ჰაერშია გამოკიდებული, აქ არანაირი ელექტროსადენები, სასმელი წყლის მილები ან კანალიზაცია არ არის. ყველაზე საინტერესო რამე ხდება ტუალეტში, რომელიც ცოტა სხვანაირად მუშაობს. ეს არის იმისთვის, რომ მოფსა. რომ გოგოება რომ მოფსან. ეს აი აქ ალბათ აქ პირდაპირ ხედავთ ღრმულს. მაგრამ აქ პირდაპირ ვერ ჩაუშვებ. ეს პარკი უნდა ჩააფინო და აქ გავუშვა. როგორც კი მორჩები, შეკრა და ჩაუშვა ქვემოთ. Bro, it got stuck. არა ვშო ზემოდან რაღაცას დაამატებენ და მიხედავენ. მაგრამ ყველაფერს აქვერიზა. იმისთვის რომ პატარა საქმიანობა გქონდეს, აი ეს არის საჭირო. ბიჭები აქ მიხედავენ თავიანთ საქმეებს. წყალი ლიმიტირებულია, ეს არის გაფილტრული წყალი, რომელიც ყოველდღე ამოაქვთ და ავსებენ. ანუ იმ ნაბიჯებს გადიან, რაც ჩვენ გავიარეთ, რომ აავსონ. ესე ჰაერიდან ვერ მოიტანენ წყალს რა. აქ არ არის არც შხაპი, არც წყალი, რომელიც მილებზე შეერთებული. ყველაზე მაგარი რაც ტუალეტს აქვს არის ხედები. აი ამაზე უკეთეს ადგილას ტუალეტში არ უნდა იყო. თუმცა მას შემდეგ რაც ამ სასტუმროს ინტერიერის ნივთებს დატესტავ, იმაიმუნებ და ხედებით დატკბები, ამ საოცრების ნახვის შემდეგ შეიძლება მაინც რაღაცის დანაკლისი გქონდეს. რადგან ამ სასტუმროს ერთ-ერთი რამე აკლია. ურთიერთობა. ლაპარაკის ნაკლებობა. აქ არც ინტერნეტი მუშაობს და კომუნიკაციის პრობლემას რაციებით აგვარებენ. და რა განსაკუთრებულ ადგილასაც არ უნდა იყო ემოციის გაზიარება და ამის შესახებ ლაპარაკი ყოველთვის მნიშვნელოვანია. რიონი მტკვარი ვარ. ავეს სუმინდა და ამის გაკეთებ. Hello Kako, are you okay? კი, გამოვალ ეხავე, კაი? Sorry, I don't understand you very well. Are you coming? Yes. რიონი მტკვარი ვარ, მაგარია. ამისთვის ამოვედი, მე სხვა კი არაფრისთვის. Room service-ების მიცაკეთებს, ეგ მეცოდება. ყოველდღე ამოდის და ჩადის. Ტრსასრუტი არის ქვემოთ, აგე ლოგინის ფეშტი კიდე კაი მაგას არ ათრევს ყოველდღიურად. ეს ყველა ვარიანტი უნდა გავიკეთოთ. სწორი ვარ. ეს სამას ასუშვებ. ვერ გავიგაბა რა ხდება. Holy shit. რა დერო მაგარია. არ მიდე საუზმე ხო შეიძლება. აქედან გავა, მაგრამ აქეთით ჩასვლა კიდე. ცალკე კაროჩი მინდა რომ დამთავრდეს. შემო მოდი. მაცდენ ეხა, მაცდენ. რესტორნის სამზარეულო პირდაპირ კლდეზეა განლაგებული და ამ რთული პირობების მიუხედავად ყველაფერი საკმაოდ გემრიელია. You have very good breakfast and dinner. Yeah. I cannot complain. Even if I complain, what can I do? But it's very good, really. ამოჭერა ჩვენი ყოფის და დაიზღა დარგშა და დავეშვა უკან. საბედნიეროდ. ისე მოიგზით არ ჩავდივარ ტრიპის ამოვიდით. მაგრამ საუბედური ჩავდივარ საბოლოოდ. კიდე მე მგონი ისე ნელა. მაგრამ რაც არის. ამას ემატება ისიც, რომ ეს სტანდარტული ზიპლაინი არაა, სადაც A პუნქტიდან B პუნქტამდე ავტომატურად უსაფრთხოდ მიხვალ. აქ კონკრეტული მოძრაობები უნდა გაითვალისწინონ, რომ უსაფრთხოდ დაშვება განახორციელო.
პირველ პოზიციაზე ხელებს დაადებს იმას. ზემოდან. მეორე პოზიცია არის ხელებს რო გიქნებს. ნიშნავს რომ უნდა შეანელო. შეანელების დროს იმის უკან. ვიგი მოდი წამო იმის ჩავიცოცხლეთ. ბიჭო, არა, სიმაღლისთვის დაბადებული მეშინია, მე სიმაღლის შიში. რატო ვიკავავ თავს? შიში არის დროებითი მომენტი. არ არსებობს ეს ბავშვობის შიშები და დროებითი სიმაღლის შიში არ არსებობს. ეს არის მირა, ჩამოვიდგინე რომ მიწაზე ვდგავარ და წარმოიდგინე რომ ქვემოთ 1 მეტრის ქვემოთ მიწა არის. Всё? Ночью. Hey guys, I'm shy. I'm not shy, I'm scared. There you go, buddy. Great, stick here. So nothing happened here, right? Only Not today. life must nothing, yeah? You have good ones. No this, nothing. There. Be careful your hands. Take off your hands, okay? We are going in 1, 2, 3. Let's go. დაშვებიდან მალევე მიწაზე ვიყავით. დაღლილი და ბედნიერი იმით, რომ ჰაერთან აღარაფერი მოკავშირებდა. Bro looks dead. Kudaria. საბოლოოდ მიუხედავად მწარე გამოცდილებებისა, ბედნიერი და კმაყოფილი ვიყავი იმით, რომ ეს შიში ცოტათი მაინც გადავლახე. იქნებ ეს ერთი წინგადადგმული ნაბიჯია შემდეგი ექსტრემალური გამოცდილებების გზაზე. Parashute არა. არასდროს არ გამიხდება.